Galten Tagarti წელს ეკონომიკის 2027 წელს კი 6%-იან ზრდას ელის საინვესტიციო ბანკი ამავდროულად ინფლაციის 4.8%-მდე შემცირებას ვარაუდობს. Საქსტატის წინასწარი მონაცემებით მაისში ქვეყანაში ეკონომიკის ზრდამ 6.4%, იანვარ-მაისში კი 7.8% შეადგინა. რაც შეეხება ინფლაციის დონეს, ივნისში მაჩვენებელი 5.8%-ით განისაზღვრა, რაც ძირითადად ნავთობ პროდუქტების ფასების გაგრძობითი ზრდით აიხსნება. სწორედ ამას უკავშირდება საინვესტიციო ბანკის ინფლაციური მოლოდინიც და განმარტავს, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასები ახლო აღმოსავლეთში ესკალაციამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ეროვნული ბანკი ქართულ ბაზარზე ინდექსირებული საინვესტიციო ფონდების გამოჩენას უახლოეს პერიოდში ელის. ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის მონაწილეებთან გამართულ შეხვედრაზე ინდექსების გამოყენების სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე დაფუძნებულ საინვესტიციო და ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდების შექმნის პოტენციალსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში საფინანსო სექტორს Intercontinental Exchange-ის წარმომადგენლებმა ინდექსირებული საინვესტიციო პროდუქტების თვისებებსა და პოტენციურ სარგებელზე გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ეროვნული ბანკი არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირებას ამკაცრებს. სექტემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება, რომლებიც სესხის გამცემ სუბიექტებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის დამატებით მოთხოვნებს დაუწესებს. ცვლილებების მიხედვით ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან ოპერაციების სპეციალურ პროგრამაში რეალურ დროში აღრიცხონ, მომხმარებლებზე დეტალური ქვითრები გასცენ, ვიდეო მეთვალყურეობა უწყვეტ რეჟიმში აწარმოონ და ჩანაწერები დადგენილი ვადით შეინახონ. მკაცრდება ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მოთხოვნებიც. ანგარიშგების ინფორმაციის წარდგენისა და სხვა რეგულაციების დარღვევისთვის სანქციები 1000 ლარიდან 20,000 ლარამდე განისაზღვრება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმები კიდევ უფრო მკაცრდება. მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით წლიურად მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4%-ზე მეტად არის მომატებული. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 17%-იანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1%-იანი ზრდით. საქართველოში ზაფხულის დასვენების ღირებულება რეგიონების მიხედვით კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. PMCG კვლევის მიხედვით სეზონის დაწყების ფონზე აჭარა ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ტურისტულ მიმართულებად რჩება, თუმცა ივნისში ფასების ყველაზე მკვეთრი თვიური ზრდა გურიაში, სამცხე ჯავახეთსა და თბილისში დაფიქსირდა. კვლევის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ნომრის საშუალო ღირებულება სასტუმროს კატეგორიის მიხედვით 128-დან 495 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ხელმისაწვდომი განთავსება კი რაჭა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე შიდა და ქვემო ქართლშია შესაძლებელი, სადაც სასტუმროების საშუალო ფასები ქვეყნის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან შედარებით გაცილებით დაბალია.